დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ტოპ 10 ბუნებრივ საშუალებაზე, რომელიც სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობების დროს გამოიყენება და უფრო მეტიც ისინი სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულად ეფექტურად მოქმედებენ ამ დროს. ამასთან ეს ყველა ნივთიერება ჩვენთვის მარტივად ხელმისაწვდომია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. უამრავი ბუნებრივი ნივთიერების რეკლამირება ხდება, მიუხედავად იმისა, არის ის მართლა ეფექტური თუ არა. ამიტომ აქვე მინდა აღვნიშნო, ბუნებრივი და ნატურალური რა თქმა უნდა ავტომატურად არ ნიშნავს სასარგებლოს და გირჩევდით, რომ ყველა ასეთი რჩევის მოსმენის შემდეგ თქვენ თვითონ ინდივიდუალურად გადაამოწმოთ, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს მოწოდებული ინფორმაცია. პირველი არის თაფლი. გარდა იმისა, რომ თაფლი ჩემი უსაყვარლესი პროდუქტია და წარმოუდგენლად კარგი გემო აქვს, ის გამოიყენება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან, ხაზს უსვამ 1 წლის ასაკიდან და არა 1 წლამდე, ანუ ბავშვი, რომელიც 1 წელზე ზემოთ არის, მას შეგვიძლია მივცეთ თაფლი იმ შემთხვევაში, როდესაც მას აწუხებს ხველა. ეს სამედიცინო სამეცნიერო კვლევებითაც დადასტურებულია, რომ თაფლი ამ შემთხვევაში ხველების ინტენსივობის შემცირებას იწვევს და აძლევს ბავშვს 7 ძილის საშუალებას. აქვე უნდა აღვნიშნო კრიტიკული განსხვავება, ბავშვებში 1 წლამდე არ შეიძლება თაფლის გამოყენება იმ მიზეზით, რომ თაფლი შეიძლება შეიცავდეს კლოსტრიდიუმის ბაქტერიას, რომელიც 1 წლამდე ბავშვებში შეიძლება სასიცოცხლოდ სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომ დააკვირდით ამ განსხვავებას და მნიშვნელოვან ასაკობრივ ზღვარს. მეორე ჩვენს ჩამონათვალში არის მელატონინი. მელატონინი ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული ჰორმონია, რომელსაც ეპიფიზი გამოიმუშავებს, რომელიც მცირე ჯირკვალია ჩვენს თავის ტვინში. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ჩვენი ცირკადული რითმის, ანუ ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი საათის დარეგულირებაში. კონკრეტულად საღამოს, როდესაც ორგანიზმი გადადის მოსვენებით ფაზაში და ემზადება ძილისთვის, მაშინ ხდება მელატონინის გამოყოფა და ამ ჰორმონის დონის მატება. მელატონინის სუპლემენტაცია კი, ანუ მისი მიღება აბების სახით, ეფექტურია მაგალითად ჯეტლეგის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ დიდხნიანი ფრენის შემდეგ და უპირველეს ყოვლისა სასაათო სარტყლის შეცვლის შემდეგ გვიჭირს დავარეგულიროთ ჩვენი დღეღამის რითმი. ამ შემთხვევაში სწორედ მელატონინი დაგვეხმარება ჩვენი დღეღამური რითმის მოწესრიგებაში და მშვიდი ძილის სტრუქტურირებაში. ასევე ეფექტურია მელატონინის გამოყენება ისეთ ადამიანებში, რომლებიც გვიან ღამემდე 2 და 3 საათამდე ვერ იძინებენ და შესაბამისად დილითაც ზედმეტად გვიან იღვიძებენ. ასეთ ადამიანებშიც მელატონინი ეხმარება მათ, ასე ვთქვათ, ეს ძილღვიძილის რითმი გადაანაცვლონ და მოარგონ მათთვის ოპტიმალურ დღის წესრიგს. შემდეგი არის ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი ცხვირის სპრეი. დააკვირდით, აქ ხაზს უსვამ ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველ სპრეის და არა მაგალითად ქსილომეტაზოლინის შემცველ სპრეის, რომელიც როგორც წესი სურდოს დროს ხშირად გამოიყენება ხოლმე და რომელიც დამოკიდებულებასაც კი იწვევს. ამ მედიკამენტოზური სპრეისგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი სპრეი სინუსიტების, ზედასასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების ან ბაქტერიული ინფექციების დროს ხელს უწყობს სასუნთქი გზების ბაქტერიებისგან, ალერგენებისგან და ვირუსებისგან გასუფთავებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ალერგიული თუ ბაქტერიული პროცესი შედარებით უფრო მარტივად და მსუბუქად მიმდინარეობს და ჩვენი სუნთქვის ფუნქციაც უფრო უმჯობესდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ცხვირის სპრეი შეიცავს მხოლოდ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს, ანუ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომელიც რეცხავს ცხვირის ღრუს და ამშვიდებს ცხვირის ლორწოვანს. შემდეგი ჩვენს ჩამონათვალში არის შაქარი. ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს და არც ელოდით, რომ ამ სიაში შაქარს შეხვდებოდით, რადგან შაქარი თანამედროვე სამყაროში შერაცხულია როგორც ყველაფერი ცუდი საწინდარი და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სიმართლის მარცვალია. ამ ჩამონათვალში კი შაქარი მოხდა იმის გამო, რომ შაქრის კუბით შეიძლება ადამიანმა სლოკინი შეიჩეროს. მაგალითად, თუ თქვენ შაქრის პატარა კუბს დაიდებთ ენაზე და აცდით მას რომ გადნეს, ის ამ გზით სტიმულაციას გაუწევს ვაგუსის ნერვს, რომელიც ჩვენი შინაგანი ორგანოების უმრავლესობის ფუნქციაზე პასუხისმგებელია. ამ გზით შაქარი შეამცირებს ვაგუსის ტონუსს, რის შედეგადაც შემცირდება დიაფრაგმის, ანუ ჩვენი ერთ-ერთი სასუნთქი კუნთის სტიმულირება. რეალურად სლოკინის საფუძველი დიაფრაგმის შეკუმშვაა. შესაბამისად, ამ გზით მოვახერხებთ, რომ დიაფრაგმა რელაქსირდეს და სლოკინი შეწყდეს. შემდეგი არის ალოე ვერა. ის ძალიან ეფექტურია დამწრობის დროს, განსაკუთრებით მზისგან დამწრობისას. ის ამცირებს ტკივილს და პარალელურად ამარტივებს შეხორცების პროცესს, მაგრამ აქ გაგიჩნდებათ კითხვა რანაირად. ალოე ვერა შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას სახელად ანთრაკინონს, რომელიც სწორედ ამ ანთებით პროცესებში ერევა, ამცირებს ტკივილს და აჩქარებს გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნას და შესაბამისად შეხორცებას. შემდეგი არის ქლიავის ჭირი. ქლიავის ჭირი არის ყაბზობის და შეკრულობის ერთ-ერთი ეფექტური
წამალი. და ის ამ შემთხვევაში ორი კონკრეტული მექანიზმით მოქმედებს. პირველი მექანიზმი არის ის, რომ ის შეიცავს ბევრ ბოჭკოს და შესაბამისად ის აჩქარებს ნაწლავში საკვების ტრანზიტს, ანუ გადაადგილებას. მეორე მექანიზმს რაც შეეხება, ის შეიცავს სორბიტოლს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არ იშლება და არ მოინელება და ამასთან მარტივად რომ ვთქვათ, ეს სორბიტოლი იზიდავს წყალს ნაწლავის სანათურში, რის შედეგადაც ის აუმჯობესებს და აჩქარებს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას. კვლევების შედეგად ისიც კი დადგინდა, რომ ქლიავის შირი შეიძლება ფსილიუმზე უფრო ეფექტურადაც კი მოქმედებდეს. ფსილიუმი არის ნივთიერება, რომელიც ძალიან ბევრ ყაბზობის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემადგენლობაშია. უბრალოდ აქ ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ქლიავის შირმა შეიძლება ასეთ ადამიანებს სიმპტომები გაუარესოს და უფრო მწვავე ჩივილები გამოიწვიოს მათში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე მოკლე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან. შემდეგი და უმნიშვნელოვანესი არის პრობიოტიკები. პრობიოტიკების თანამედროვე სამყაროში ყოვლის შემძლე საკვებ დანამატებად წარმოჩინდებიან, რაც სინამდვილეში არ არის მართალი, თუმცა პრობიოტიკებს ახასიათებთ ერთი ძალიან ეფექტური თვისება, კონკრეტულად ანტიბიოტიკების მიერ ინდუცირებული დიარეის მკურნალობა. ეს რას ნიშნავს? ამას მარტივად აგიხსნით. როდესაც ადამიანი იღებს სხვადასხვა ანტიბიოტიკს, სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, ექიმისგან გამოწერილს და დანიშნულს, ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკები არიან პრეპარატები, რომლებიც ებრძვიან ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. თუმცა მედიკამენტმა თვითონ არ იცის, რომელი არის ჩვენთვის სასარგებლო და საზიანო ბაქტერია. შესაბამისად, ანტიბიოტიკების მიღების დროს ჩვენს ორგანიზმში და მათ შორის ნაწლავში ნადგურდებიან ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენი გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან. ანუ სიმბიოზური ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ნაწლავში და გვეხმარებიან სხვადასხვა საკვების მონელებაში, ამასთან სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში, მაგალითად როგორიც არის K ვიტამინი. შესაბამისად, მსგავსი ბაქტერიების განადგურება ხშირად უკავშირდება ისეთ გართულებებს, როგორიც არის დიარეა. ამ გართულების პრევენციისთვის კი სასურველია, რომ ანტიბიოტიკების მიღების პარალელურად ადამიანმა მიიღოს პრობიოტიკები, რითიც დაეხმარება ის თავის ორგანიზმს, რომ მიუხედავად ამ ძლიერი პრეპარატის მიღებისა, პრობიოტიკებით დაეხმარება, რომ ეს სასარგებლო ბაქტერიები ჩანაცვლდეს და მათი ეფექტური ფუნქცია შენარჩუნებული დარჩეს. შემდეგი არის ჩაის კომპრესი და თვალის ბიბილოზე არსებული ჯირკვლის ანთება, ანუ მარტივად ჯიბლიბოს, რასაც ეძახიან. ამ შემთხვევაში მარტივად ხდება ქუთუთოზე არსებული ჯირკვლის ბლოკირება, მასში ბაქტერიული ინფექციის განვითარება და შესაბამისად ქუთუთოს შესიება, ტკივილი და გაწითლება. როდესაც ჩაის თბილ კომპრესს მოვათავსებთ თვალის ქუთუთოზე, აქაც ხაზი უნდა გაუსვათ, რომ კომპრესი უნდა იყოს სასიამოვნო თბილი და არა ცხელი. ეს თბილი კომპრესი დაეხმარება ჯირკვალს, რომ გაფართოვდეს მისი სადინარი და მისი დრენირება ამ ინფექციური შიგთავსიდან უფრო გამარტივდეს, რაც რა თქმა უნდა დაეხმარება ამ მწვავე ინფექციის დასრულებას და გამოჯანმრთელებას. შემდეგი არის ჯინჯერი. ჯინჯერი გაგიკვირდებათ და ამცირებს ორსულობის დროს გამოწვეულ ღებინებას და ამას გარდა ასევე ქიმიოთერაპიის დროს ონკოლოგიურ პაციენტებში გამოწვეულ ღებინებას. ის ამას ახერხებს სხვადასხვა მექანიზმებით, მაგალითად ის ამცირებს ლეიკოტრიენებისა და პროსტაგლანდინების სინთეზს. ესენი არის სპეციალური მესენჯერული მოლეკულები, რომლებიც გულისრევის შეგრძნების განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. გარდა ამისა, ის მოდულაციას უკეთებს სეროტონინით გამოწვეულ გულისრევის შეგრძნებას, რაც ძირითადად წინა პლანზეა წამოწეული ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის შეგრძნების დროს. შემდეგი და ბოლო ჩვენს დღევანდელ ჩამონათვალში არის შტოშის წვენი. შტოშის წვენი არის ძალიან ეფექტური საშუალება მაშინ, როდესაც ადამიანს აწუხებს ხშირად ცისტიტი. ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული. შტოშის წვენი კი შეიცავს პროანთოციანიდინს. ეს ქიმიური ნივთიერება უკავშირდება ბაქტერიას და მას არ აძლევს საშუალებას შარდის ბუშტში, რომ დაუკავშირდეს შარდის ბუშტის კედელს, შეიჭრას მასში და გამოიწვიოს ცისტიტი, ანუ შარდის ბუშტის ბაქტერიული ანთება. შესაბამისად, ადამიანებში, განსაკუთრებით ქალბატონებში და ახალგაზრდა ქალბატონებში, რომელთაც შეიძლება ხშირად აწუხებდეთ განმეორებითი ცისტიტი, შტოშის წვენი შეიძლება მათთვის იყოს გამოსავალი, რომ თავი დააღწიონ ამ ციკლურ ანთებით პროცესებს. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ ეს ფორმატი, დააკომენტარეთ თქვენ რომელი ნივთიერებები იცით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და გვეხმარებიან სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების დროს. დაწერეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო თემები, რაზე გადავიღო შემდეგი ვიდეოები. არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია თქვენგან. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.